ეს მე ვარ ჰაერში გადმოკიდებულ სასტუმროში. ამ არც ისე პატარა შუშის კაფსულას Skylodge ქვია და ის მიწის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე კლდეზეა დაკიდებული. რაც დაახლოებით 130 სართულიანი შენობის ტოლია და იქ მისასვლელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს. წავედით. ნახოთ რა მოგვივა. ესაა მესამე ვიდეო ჩემი სამხრეთ ამერიკული მოგზაურობის სერიებიდან. და გზა არც ამ ვიდეოში გამივლია მარტივად. სასტუმროში ასასვლელად უნდა იცოცხლო კლდეზე, სადაც შენ უსაფრთხოებას მხოლოდ 2 თოკი იცავს. და თუ ეს საკმარისად საშიშად არ ჩანს, გზად კლდეებს შორის გადადებული ხიდიც უნდა გაიარო. წარმოვიდგინე რომ არაფერია ჩემს ქვემოთ. წარმოვიდგინე რომ არაფერია ჩემს ქვემოთ. სოყლე კიდია. გადავდივარ. კიდია. ამ სასტუმროში მისაღწევად საათნახევარია საჭირო, თუმცა ჩვენ ეს გზა 5 საათამდე გაგვეწელა. 80% უკვე ამოვიარეს. დაგვრჩა 20%. ამ ულამაზესი ხედების ფონზე საათობით ცოცვის პროცესში მხოლოდ ერთი რამე მაწუხებდა. ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი ჩემს ნომერში, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები დამეკმაყოფილებინა. მივხედავ. რანაც ხედავ. თუმცა აქ ხდება ერთი უცნაური კითხვა. რანაირად უნდა ისარგებლო ტუალეტით კაფსულაში, რომელიც საშია გამოკიდებული?